კუნძული. საღამოშვიდობისა მეგობრებო, დღეს არის ოთხშაბათი, ეს არის სტუდია FM 98.5 რადიო სივრცე, ეს არის ეპშტეინის კუნძული, ჩვენ ვართ გაზაფხულის ქუჩაზე და კვლავ ვართ აი ამ შეუცვლელ შემადგენლობაში, კვლავ არის ჩვენთან ფილოსოფოსი და ფილოლოგი ზაზა შათერიშვილი და გურამ ნიკოლაშვილი ისტორიკოსი. ძირითადი შემადგენლობა დააყენა. დღეს ძირითადი შემადგენლობა ისევ. სანამ დავიწყებდეთ, კიდევ ერთხელ მინდა მოგმართოთ და გთხოვოთ, ეს პირდაპირ ეთერია, სტრიმია, დალაიქეთ და რაც მთავარია, გამოწერეთ ჩვენი არხი. გამოწერეთ ჩვენი არხი, ვინაიდან ეს ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ბუნებრივია იმ მოვლენებზე, რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში, გულისხმობ დაპირისპირებას, მწვავე კონფლიქტს, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს გაზრდის პოტენციალი, ეს ძალიან სამწუხაროა, რამაც შეიძლება გადააქციოს გლობალურ კონფლიქტად. სანამ დავიწყებდეთ საუბარს საგნობრივად, მე მინდა რომ პროდიუსერმა ჩართოს მოკლე ვიდეო. ეს არის რეპორტაჟი თეირანიდან, დაახლოებით გადაღებული 3-4 კვირის წინ და თქვენ ახავთ თუ როგორი ლამაზი, როგორი კოლორიტული ხალხია ეს თეირანელები, ირანელები. ანუ მიუხედავად ამ რეჟიმისა, რა რეჟიმშიც მათ უწევთ ცხოვრება, ხო, გულისხმობ აიატოლების რეჟიმს და თეოკრატიას, ხო, არსებითად. ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, რომ ამის და მიუხედავად, აი, ცივილური თვალსაზრისით ეს ყველაზე ახლოს ევროპასთან მყოფი სახელმწიფოა ახლო აღმოსავლეთში. აი ნახეთ და დათქვით აი ამ მე ძალიან მომეწონა ახალგაზრდები ერთ-ერთი ადამიანი უბრალოდ ეპატიჟება კაფეში და ძალიან თავისუფლად პასუხობს ქალი იქნება თუ ახალგაზრდა მამაკაცი ჩემი აზრით ეთნოგრაფიული თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა. მოკლედ რაც შეეხება თემას, ზაზა შათერიშვილმა გუშინ გამოაქვეყნა ძალიან საინტერესო წერილი და მე მიყვარს ყოველთვის ნებისმიერი თეორიული მოსაზრება, ან ცოდნა, მოუპოვო რაღაცა პრაქტიკული, ემპირიული მაგალითი, რომ გასაგები გახდეს თუ რაზე არის საუბარი. რა თქმა უნდა, რაზე ჩვენ საუბრობთ და თუ ვინმე საინტერესებს გუშინ ჩემს მეგობართან უსწრებთან ვიყავი და იქ დეტალურად ვისაუბრეთ მათ შორის აი ამ კონფლიქტთან დაკავშირებით. ამ გადაცემაში ბევრად უფრო მაღალი ხარისხია თავისუფლების, იმიტომ რომ ჩვენ ვიხილავთ სხვადასხვა კონსპირაციებს და შეთქმულებებს, თუმცა მე მინდა შემოგთავაზოთ ეს ტერმინი ცოცხალი კონსპირაცია, ანუ კონსპირაცია, რომელიც შეიძლება გაცოცხლდეს და იქცეს რეალობად. აი ეს რაზეც წერს ზაზა თავის წერილში, ეს არის ჰიპოთეზა, რომელიც ჩვენ და სამწუხაროდ თუ გაცოცხლდა და განხორციელდა, ხო, იქნება ძალიან ცუდი რბილად ვამბობ ყველასათვის. ამდენად მოდით აი განვიხილოთ ზაზას თავარი კვინტესენცია, რაც მგონია რომ არის ამ წერილში და შემდეგ უკვე კონკრეტული მაგალითებიც გვაქვს ამის. მოკლედ ზაზა წერს რომ Deep State-ს გააჩნია თავისი გეგმა. გაღარიბებული პრობლემებისგან დაღლილი, მიგრაციისგან და ეკონომიკური პრობლემებისგან გაღიზიანებული, კრიმინალისგან შეწუხებული ხალხი მარტივად დაარწმუნონ, რომ პოლიტიკურმა სისტემამ ჩაიდინა ყველა ეს მანკიერება და გამოსავალი სწორედ კორპორაციულ მართლობაშია. კიდევ ერთხელ მარტივად რომ ავხსნათ, Deep State-ი მისი აგენტურით ხელოვნურად გამოწვეულ ყველა პრობლემას პოლიტიკოსებს გადააბრალებს და თავიანთი მართლობის ლეგალიზებას მარტივად გაყიდიან. სხვადასხვა ქვეყნებში ზემო ჩამოთვლილი აურაცხელი პრობლემებით გაღიზიანებული საზოგადოება კი ცვლილებებს მარტივად მიიღებს. სწორედ აქ დაიწყება
ოლიგარქიული ოჯახების დიდი გეგმის ახალი ეტაპი. სრული კონტროლი ხალხზე და მოქალაქეობრივი ეროვნული ფასეულობებისგან შემდგარი საზოგადოებისგან მართული, უსამშობლო, უსქესო, უუფლებო მასის მიღება, რომელიც ბრძანების შესაბამისად მხოლოდ ოლიგარქიული ოჯახების სურვილებს ემსახურება. დიახ, კორპორაციული მმართველობა, რომელიც მალე დაკანონდება, დაიწყება სავარაუდოდ ევროპის რომელიმე ქვეყნიდან და შემდეგ Deep State-ის მიერ გაკონტროლებულ ყველა ქვეყანას მოედება. ეს არის ნაწყვეტი, ვისაც არ აქვს წაკითხული თლიანად წერილი Excel-ში მარტივად ნახავთ და მე მინდა ემპირიული ინტერპრეტაცია მოვახდინო აი ამ ვარაუდის, რა ვარაუდის გამოთქვა ზაძა. მოდით ჩავრთოთ პირველი ვიდეო. ამ პირველ ვიდეოში მეგობრებო იქ სპარსულად ლაპარაკობს, თუმცა არის ტიტრი იმის სურათი. მოკლედ ეს არის ირანის უკანასკნელი შაჰის რეზა ფეხლევის ვაჟი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, მათ შემდეგ რაც დაიწყო ეს ბრუტალური შეტევა, შეგიძლიათ გამორთოთ ვიდეო, იმიტომ რომ მე ხა ვიტყვი ტექსტს, უბრალოდ ჩვენმა მოსახლეობამ დაინახოს, ანუ თუ ვინ არის უკანასკნელი შაჰის ვაჟი. ის ამბობს შემდეგს. ისლამური რესპუბლიკა დასასრულს უახლოვდება და იშლება. რაც დაიწყო მისი შეჩერება უკვე შეუძლებელია. მომავალი ნათელია და ჩვენ ერთად გადავლახავთ ისტორიის ამ რთულ მონაკვეთს. ახლა ადგომის დროა, ირანის დაბრუნების დროა, მალე თქვენთან ვიქნები. არ ვიცი სად იქნება, ესე იგი პატივცემული, ვიცი ერთი რომ მათ შორის ემიგრაციაში საკმაოდ ნეგატიური რეზონანსი გამოიწვია ამ კოლაბორაციონისტულმა გამოსვლამ არსებითად, როგორი არ უნდა იყოს რეჟიმი ისლამში, მაგრამ როდესაც შენი ქვეყანა არის ეგეთ ბრუტალური შეტევის ქვეშ და ესე იგი აქ ნათელ მომავალზე საუბრობ და პრაქტიკულად მოუწოდებ აჯანყებისკენ საკუთარ ერს, ну ჩემში ყოველ შემთხვევაში ეს არ იწვევს არანაირ დადებით რაღაც ემოციას. რატომ დავიწყეთ რეზე ფეხლევით? ვინაიდან აი ის რასაც წერდა ზაზა. Deep State, კორპორაცია, შეთქმულთა რაღაცა ჯგუფების მიერ. ეს არის კანდიდატურა, რომელსაც თავაზობენ ირანის ერს. ახლა ნახეთ რა მოხდა სულ რაღაც 3 კვირის წინ, გთხოვთ ასევე გაუშვათ. აქ არ გვაქვს ვიდეო, გვაქვს ფოტო. ამ ფოტოზე არის გამოსახული წყვილი, გასულ შაბათს, შაბათ-კვირას პარიზში გაიმართა საოცარი ქორწინება. ირანის უკანასკნელი შაჰის, აი თქვენ ნახეთ ეს შაჰი, შვილი, მისის შვილი, ქალიშვილი. იმან ფეხლევი დაქორწინდა ამერიკელ ებრაელზე ბრედლი შერმანზე. ბრედლი შერმანს გააჩნია კომპანია Maternity და ის ხელმძღვანელობს ესე იგი პარტნიორთა საბჭოს. მოკლედ ცერემონია გაიმართა იმ მომენტში, როდესაც ირანს, ისრაელსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დაძაბულობა მაქსიმალურ დონეზე იყო. რამაც გამოიწვია ეს კონფლიქტი. ქორწილმა ორი ტრადიცია გაერთიანა, ირანული რიტუალი სოფრეიე აქტი, რომელიც წმინდა სუფრით, თაფლით და სანთლებით გამოირჩევა და ებრაული ხორა, ანუ მხიარული ცეკვა, რომლის დროსაც ახალ დაქორწინებულებებს სკამებზე ატარებენ. ცოტა თუ ვინმეს ახსოვს, ну, მე პრინციპში არ მახსოვს, მაგრამ ვიცით რომ ირანი ყოველ შემთხვევაში შაჰის მმართველობის ბოლო წლამდე 1979 წლამდე წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე ახლო მოკავშირეს ისრაელის 1950 წელს აღიარეს ისრაელის სახელმწიფო მეორე ქვეყანა იყო თურქეთის შემდეგ 80,000 ებრაელი ცხოვრობდა თეირანში და მაშინ ხშირად სხვადასხვა ებრაელი იკავებდა საკმაოდ მაღალ თანამდებობას, თან ისე რომ იუდაიზმზე უარს არ ამბობდა. მოკლედ არსებობდა ეს ტექნოლოგიური თანამშრომლობა, ისრაელი ტექნოლოგიური თვალსაზრისით ეხმარებოდა მოდერნიზაციაში ირანს და ირანიც ესე იგი სიამოვნებით ვაჭრობდა. ეს უბრალოდ ესე პრეისტორიის თვალსაზრისით. მეგობრებო, აი ჩვენ ხედავთ, ესე იგი არის ფეხლევი, არის ქალიშვილი, რომელიც არის დაქორწინებული ებრაელზე, ეს სიმბოლური აქტია. ყველაფერი ეს ვრცელდებოდა მედიაში და
აი ეს შენი წინასწარ მეტყველება, ხო? აი ერთ-ერთი მოდელი. არა ევროპული ქვეყანა, არამედ აი ირანი ახლო აღმოსავლეთში არსებული რეგიონული სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია უზარმაზარი რესურსი და ბოლო ეს მონაცემები, რასაც ვიღებთ, ბოლო ეს ტრამპის კომენტარები აბსოლუტურად გაუგებარი. ესე იგი, ტრამპი საერთოდ შეურაცხადი გახდა ბოლო აი რაღაც რამდენიმე დღის განმავლობაში. არავის არ ესმის თუ რა უნდა. მე მგონი თვითონაც არაა გადაწყვეტილი, ცხადი არის ერთი, რომ არის ჯგუფი საკმაოდ გავლენიანი, რომელიც ცდილობს ტრამპის ჩართვას ამ კონფლიქტში. და არის მეორე ჯგუფი, რომელიც არის მაგაში, მისი ბირთვი, რომელსაც წარმოადგენს ბენონი, კარსონი, მათ შორის მასკი, რომელიც ეწინააღმდეგებიან ამას. სამაგერო ჩვენ ვიცით, რომ ტრამპის გუნდში არის რუბიო, ნეოკონი, არის ტედ კრუზი და ტედ კრუზის კომენტარს და კითხვებს პასუხებს ტაკერ კარსონის კითხვებზე შემოგთავაზებთ მოგვიანებით. მოკლედ, მე მინდა რომ დავიწყოთ საუბარი აი ამ თემით. რამდენად რეალისტურია ეს, რომ ეს გეგმა არსებობს, რამდენად განხორციელებადია ეს გეგმა. მოდი რაგი, შენ ციტირებას ვახდენ აქ. ცოცხალი კლასიკოსი. კარგია. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი გეგმა არსებობს. სოფლიო ისტორიაში გადავხედოთ, ეს არის გეგმათა მთელი კორიანტელი. მაგრამ ყველა გეგმა როდი ხორციელდება, ან არ ხორციელდება ისე როგორც ის არის ჩაფიქრებული. მაგრამ აქ მთავარი მომენტი რა თქმა უნდა არის ტენდენცია. ტენდენცია რისი? ყველაზე მთავარი რა არის, რასაც შორის დაპირისპირება გლობალიზმი, როგორც იდეოლოგია, როგორც ღირებულებითი სისტემა და როგორც გარკვეული კონსპირაციული გეგმა. და ანტიგლობალიზმი როგორც რეალპოლიტიკა, ეს ორი რაღაც უპირისპირდება ერთმანეთს და ტრამპის ბიპოლარული აშლილობა ფსიქიატრიული ენა რო გამოვიყენოთ, სწორედ აქედან არის გაპირობებული. არსებობს ერთი ძალიან საინტერესო კომენტატორი, რომელიც ტრამპზე ხშირად საუბრობს ხოლმე და ესაუბრებს, რომ აი ტრამპი რო გაიღვიძებს, თავარი ვინ მიასწრებს. აბორი ჯგუფიდან აი ვინც მიასწრებს, იმას ახმოვანებს. აქედან გამომდინარე, მე შემიტყოდი, რომ ტრამპი შეიძლება განვიხილოთ როგორც რაღაც გარკვეული აი საშრობი, რომელიც ისრუტავს ორივე მხრიდან წამოსულ ინფორმაციას. ეს საშრობი ძალიან საბჭოთა, უნდა თქვა სპანჯბობი. აქედან გამომდინარე, სხვა რამე შეიძლება დავასკვნათ, რომ შეიძლება დავასკვნათ ის, რომ ტრამპს მარტო არ ძინავს, ანუ არა მელანიასთან, არამედ ორივე ბანაკის. არ ვიცი, გახსოვს თუ არა 90-იან წლებში იყო ილონა დავიდოვას მეთოდით ინგლისური შესწავლა. როცა ადამიანს ძინავს და მაინც სწავლობს, ასე რომ ტრამპს ძინავს და მაინც ისრუტავს, მე ესე ვიტყოდი. მაგრამ სანამ გავაგრძელებდეთ ჩვენს კონსპირაციას, შევახსენოთ, რომ ეს აბსოლუტურად არაეფექტური მეთოდია ამდენად. არა, ხო. რა თქმა უნდა. კაშპიროვსკის ტექნიკა უფრო ვარიანტია. შენ როცა დაიწყე დღევანდელი ეთერი, თქვი ეს ფრაზა ირანული თეოკრატია. მე მაინც ვიტყოდი, რომ ირანში არ არის თეოკრატია, ირანში არის სხვა რამ. რომელიც ტიპოლოგიურად ახლოს არის თეოკრატიასთან, არსებობს სამი პოლიტიკური მმართველობის სამი საკრალური ფორმა: მონარქია, თეოკრატია და პლატონური სახელმწიფო. მონარქია გასაგებია, ვიცით ყველა, თეოკრატია რაც არის იდეალურად იყო ტიბეტში და ეხლა მეტნაკლებად ვატიკანში, ისი ამის თქმა გინდა ალბათ. არა, ვატიკანი თეოკრატია არ არის, იმიტომ რომ არ არის პოლიტიკური აი თეოკრატიული ელემენტი ქონდა მანამ სანამ იყო პაპის სახელმწიფო. მაგრამ 1870 წლის შემდეგ მან ეს ელემენტი დაკარგა. ამიტომ ეს არის წმინდა არას. საერო კი არა, ის არის ტიპური რელიგიური, ასე ვთქვათ, ორგანიზაცია. რაც შეეხება ტიბეტს. ირანი არის ძალიან საინტერესო. ირანი ეს არის მე როგორც პლატონის სპეციალისტი, თუმცა ვიტყოდი პლატონის მოყვარული და პლატონიკოსი. ირანში არის პლატონური სახელმწიფო. ირანში განხორციელდა პლატონური სახელმწიფო და მე თავიდან მეგონა რომ ეს იყო რაღაც ინტუიცია და რაღაც მაინც ვფიქრობდი რომ შემთხვევითობა იყო რომ მცველები ქვიათ პლატონის სახელმწიფოს მმართველებსაც ასევე მცველები ქვიათ როგორც ისლამური რევოლუციის მცველებს, მაგრამ რამდენიმე თვის წინ წავიკითხე ხომეინის
შრომები და სტატიები, სადაც პირდაპირ ლაპარაკობს, რომ უნდა ავაგოთ პლატონური სახელმწიფო, რადგანაც შეუძლებელია მონარქია. მონარქიას რა ჭირდება დინასტია არის აუცილებელი. რადგანაც დინასტიაზე უარი ვთქვით, ანუ ფეხლევის დინასტიაზე. აქედან გამომდინარე ერთადერთი ფორმა საკრალური მმართველობის ასეთ შემთხვევაში ეს არის პლატონური შენ ფეხლევის დინასტიის დაბრუნებას გამორიცხავ? იცი რა არის? მე ესე ვიტყოდი, არსებობს სიმულაკრებისა და სიმულაციების თელი თემა, რა თქმა უნდა. ჩვენ ჯერ კიდევ პოსტმოდერნის ეპოქაში ვცხოვრობთ. ყველაფერი შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ეს იქნება სიმულაცია, ის არ იქნება არანაირი მონარქია კლასიკური გაგებით, იმიტომ რომ მონარქიას ჭირდება საკრალიზაციის გარკვეული ფორმები, აი მაგალითად რატო ლაპარაკობენ დღეს კორპორატიულ მონარქიაზე? ლაპარაკობენ იმიტომ, რომ არ არსებობს ლეგიტიმაციის წყარო, არ არსებობს ფორმა, რომელიც უბრალოდ კი არსებობს, მაგრამ დღეს მან შეუძლებელია მისცეს ვინმეს საკრალიზაცია. მაგრამ ეს ძალას თავაზობს როგორც უალტერნატივო რაღაცა. აქედან გამომდინარე, მე ესე ვიტყოდი, რომ კორპორატიული მონარქია ბჭყალებში ეს არის გარკვეული აზრით პაროდია პლატონურ სახელმწიფოზე. რატომ? იმიტომ რომ პლატონურ სახელმწიფოს აქვს შინაარსი. რა არის შინაარსი? ირანის შემთხვევაში შინაარსი არის შიიზმი, მისტიკური შიიზმი. ანუ ნებისმიერ პლატონურ სახელმწიფოს ჭირდება თეორია, მოძღვრება, რომელიც უნდა გადასცენ მცველებმა და რომლის მიხედვითაც ხდება მთელი ამ პოლიტეის მოსახლეობის აღზრდა. ну ღირებულებები ერთ-ერთია უბრალოდ ვიღაცები არიან ახლოს წყაროს ჭეშმარიტების წყაროსთან და იღებენ ისინი ამ ყველაფერს დიალექტიკური ჭვრეტითი მეთოდის მეშვეობით, ხოლო მეორეებს ის ეძლებათ როგორც საკრალური ნარატივი. ეს პლატონს აბსოლუტურად არაჩვეულებრივად გაკეთებული. ზუსტად ესე არის ირანიც მოწყობილი. გურამ, შენ როგორ ფიქრობ, რამდენად შესაძლებელია, რამდენად მოდელურად შეიძლება მივიღოთ ეს, რასაც ახდენს გარკვეული ჯგუფი, როდესაც ფეხლევის თავაზობს, ხო? და მათ შორის აი მისი ქალიშვილის დაქორწინება ებრაელზე და რაღაც გარკვეული ეტალონური ქცევის მოდელივით არის, რომ აი ხო შეგვიძლია აი ესე ვიცხოვროთ, ხო? რამდენად შესაძლებელია ეს და რამდენად მართლაც არის ეს ერთ-ერთი გეგმა მაგალითად. ირანი ცხადია რომ არის ირანისტი მე არ ვარ, მაგრამ ცხადი არის სრულიად დახურული სახელმწიფო და ბუნებრივია ის რაც ჩვენ მით უმეტეს დასავლური მედიით ვიგებთ და დასავლური მედია რას ქვია სრულიად დახურული? ანუ იქ ესე ვერ აღწევს ეს ინფორმაცია. არის გამჭვირვალე. ხო აი ხა ჩვენთან როგორც მე მინდა გითხრა რომ ისრაელი უფრო დახურული საზოგადოებაა ამ თვალსაზრისით. მაგალითად ინფორმაციის გაჟონვას გულისხმობ და რაც და კიდევ ერთი ძამნიშნული მომენტი. თქვენ თუ იცით, ორი დღის წინ გამოცხადა, რომ ისრაელმა ასევე უკრაინის მსგავსად დაკეტა საზღვრები, რასაც არ აკეთებს ირანი სხვათა შორის. ჩვენ ვეცნობით ინგლისურენოვან პრესას. ისრაელში ყველამ იცის ინგლისური ენა პრაქტიკულად. რამდენიმე ირანელმა იცის ინგლისური. აქედან გამომდინარე, აქ არ არის ლაპარაკი ღია და დახურულ საზოგადოებაზე, ისრაელში, რა თქმა უნდა, შეუდარა, ისრაელში კი არა, რო აიღოთ და სერიალიც არის Netflix-ზე, ვილიამსბურგი, ნიუ-იორკში, ანუ შეიძლება ისრაელში ვერ ნახო ისეთი ტიპის დახურული საზოგადოება, რასაც გადაიღეს კიდევაც, ხო? გოგო, რომელიც ცდილობს დააღწიოს თავი აი აბსოლუტურად აი რა ქვია იმას, რა ქვია. რაღაც ძალიან ფუნდამენტალისტურ რელიგიურ ჯგუფს და ვერ ახერხებს და ეს ხალხი ძალიან ჩვეულებრივად ცხოვრობს ამერიკაში იმ უფლებებით, კონსტიტუციით, ყველაფრით, მაგრამ მათ მოახერხეს ესეთი ძალიან დახურული რელიგიური თემის შექმნა იქ. ამავე დროს სრულად ინკორპორირებულები არიან იქაურ საზოგადოებაში. ლაპარაკი არის საინფორმაციო სივრცეში, რა თქვა შაჰის მემკვიდრე თუ რომელიც ამერიკას ყავს შეფარებული, ეს არის აბსოლუტური ფარსი, იმისი ფარსი კარგი სიტყვაა თან მიმართებაში. არა ის ფარსი ენაზე აგებით, არამედ ფარსი თეატრალური გაგებით, რაც თავის დროზე მოხდა, ხო, როცა აიათოლა ხომეინიმ გარედან გააკეთა რევოლუცია და შემდეგ ჩავიდა უკვე გამარჯვებული. ხო, პარიზიდან გააკეთა რევოლუცია. ანუ ვინც მეტნაკლებად ერკვევა და რაც წავიკითხე, ეს ირანში ამ ეტაპზე შეუძლებელია, იმიტომ რომ იქ შეიძლება დიდად გულზე არ ეხატებოდეთ უზენაესი მმართველები, მაგრამ ირანული ეროვნული გრძნობა
მიუხედავად თან აი ამ განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობისა არის ძალიან მტკიცე და მით უმეტეს ძალიან რელიგიურია საზოგადოება და ჩვენი დასავლური პერსპექტივიდან აღქმული ირანი აბსოლუტურად სხვა არის. შესაბამისად მსმენელი ყველა ვინც რა ინფორმაციას ეცნობა ის გარემო აყალიბებს მას. ამიტომ ირანი შეიძლება განვიხილოთ ეს იყოს უბრალოდ რაღაცა ექსცესი, ვინმე მიცოდა საერთოდ რომ შახს მემკვიდრე ყავდა და ამ სადმე ფიგურირებდა და ეს მემკვიდრე მე ხა ამერიკაში ცხოვრობს. ეს რა თქმა უნდა პატარა ინციდენტია, რეალურად ლაპარაკი არის ალბათ უფრო დიდ თამაშზე, იმიტომ რომ პირველ რიგში ლაპარაკია იმაზე რომ ისრაელმა რომელსაც ეს ნაბიჯი გადადგა როგორ პირდაპირ თქვეს რომ ამერიკა თქვა რომ ჩვენ ამაში ჩართულები არ ვიყავით, ჩვენ არ წვანე შუქი არ მიგვიცია, ეს მთლიანად ისრაელის გადაწყვეტილება, თუმცა გასაგებია რომ ხა ისრაელს მათ არა ისინი დაიცავენ, ხო თუ ეს საკითხი დადგება და შესაბამისად ასევე დასავლურ პრესაში წავიდა ლაპარაკი იმაზე რომ აბა ეს ყველაფერი როგორ მოხდა. იმიტომ რომ სერიოზული ეჭვი არსებობს რომ ტრამპი იყო ფიგურანტი სადეზინფორმაციო კამპანიის, რამაც მოადუნა ირანის ყურადღება და შემდეგ აი ესეთი სპეცოპერაცია ჩატარდა, იმიტომ რომ დასაწყისი ჩვენ ვიცით, რომ თვითონ ირანის ტერიტორიაზევე მოხდა იმ რაღაც რაკეტების გააქტიურება. ყოველ შემთხვევაში ჩვენ დღეს გვაქვს აი ესეთი რაღაცა შორი დისტანციის ომი, რომელიც ხდება ესეთი დავითი და გოლიათებით რაღაცა შურდულის სროლასავით, უბრალოდ ეხა ბალისტიკურ რაკეტებს ესვრიან ერთმანეთს და არის წინააღმდეგობრივი ისტორია, რომ ეს დაბომბვა გრძელდება. თუმცა ჩვენ რო გავწდეთ აი ამ თემაზე, რაც ქვია მიმდინარე ამბების კომენტირება და ცოტა შევხედოთ ჩვენი გადაცემის სპეციფიკიდან და ჭრილიდან, იცი რა არავის ზოგს გაახსენა, მაგრამ ბევრს არ გაახსენდა და კონსპირაციას გააჩნია კონსპირაციების ჭრილში, იმიტომ რომ ყველა კონსპირაცია გარკვეულ სიმართლის მარცვალს შეიცავს, ვიდრე ეს სიმართლის მარცვალი არ მოწონს ხოლმე, ისინი იწყებენ კონსპირაციის დაცინვას და ეს ერთ-ერთი მეთოდი რომ დაცინო და გააბიაბრულო რაღაცა ფაქტორი და ამ შემთხვევაში ეს საკითხი ეხება თვითონ იერუსალიმის თემას. ანუ ჩვენ უნდა შევხედოთ დიდ დროში, ანუ ის იმ ამბებს, რომელიც ჯერ არ მომხდარა, მაგრამ მიმდინარე ამბები ახდენს რაღაცნაირად ირეკლავს თავის თავში იმ კონტურებს, როგორც შეიძლება განვითარდეს მოვლენა. ბუნებრივია, აქ საუბარია იმაზე, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რასაც ყველამ ეს გაახსენა და ამ ბომბების წვიმაში კაცმა არ იცის რასაც ჩამოვარდება და ეს ეხება ალ-აქსას მეჩეთს, რომელზეც თუ იმეს გონია, რომ ეს არის კონსპირაცია, უბრალოდ ძალიან მარტივად გაეცნონ ინტერნეტში არსებულ მასალას, გაეცნონ 2023 წლის მაგალითად 4 აპრილს მეჩეთში განვითარებულ ინციდენტს, როცა პირდაპირ შევარდა ისრაელის სამართალდამცავები იქ და მაშინ პალესტინელების დაკავებას ცდილობდნენ და უბრალოდ დაარბიეს მაშინ ეს მეჩეთი. როდესაც ეხდა 2025-ში განსაკუთრებით დაიძაბა შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც ძალიან რადიკალური იუდაი ის არის, რა ქვია, მოკლედ აღსარებელთან თავისი ორთოდოქსალური იუდეველი, ესე ვთქვათ, მან გააკეთა ესეთი განცხადებები და ხშირია შეტევები აი ამ მიმართულებით და იქ არსებობს უბრალოდ ჯგუფი, ეს ჩვეულებრივად დარეგისტრირებულია და იძებნება ეს ჯგუფი, ამას ქვია ტაძრის მთის, მოკლედ ჯგუფი და საერთოდ ტაძრის მთა ქვია იმ დიდ მეჩეთს. ჩვენთან უგრევენ ხოლმე ომარის მეჩეთს ეძახიან, მაგრამ ეს არ არის ომარის მეჩეთი, არც ერთი და ის არის ის კათედრალი, მოკლედ გუმბათი წმინდა მთის და აქეთ არის ალაქსას ის ძველი პირველი მეჩეთი შეიძლება ესე ითქვას. და ამაზე დიდი შეხლა შემოხლა. ანუ ეს განვითარებულ ომში სხვა ყველა საკითხი იკარგება და ქრება. და იმ დროს როცა შენ ამას ესე პირდაპირ ვერ აკეთებ, ჩვენ ვხედავთ ფოკუსმა ირანზე და მის ბირთვულ რეაქტორებზე საწაიღო ღაზას საკითხი, საწაიღო უკრაინის საკითხი, საწაიღო ჩინეთთან სავაჭრო ომის საკითხი და სულ რაღაც დღეს უსმენთ პრაქტიკულად გადაცემაში წამოსვლამდე ინტერვიუ ტაკერ კარლსონსა და მე ვიტყოდი იმ სტივ ბენონს შორის, რომელიც შენ ახსენე, სადაც ლაპარაკობს ის, რომ ანუ ყველა ტრამპა მოარღვია აბსოლუტურად ფოკუსი, ჩვენი მთავარი ამოცანა დღეს არის არალეგალი იმიგრანტებისგან, ვიღებსა რომ ამერიკა იმიგრანტების ქვეყანა არის და მაგრამ ესენი ნაკლები ლეგალური იმიგრანტები ისთვლის, ანუ გარკვეული პროცედურების შედეგად ამერიკაში ნატურალიზებული ხალხი, ანუ ამერიკელებად ქცეული ადამიანები, არალეგალი იმიგრანტებისგან ქვეყანა უნდა გაიწმინდეს. ეს ნომერი 1 ამოცანა. ბუნებრივია რომ ეს დგას ეს დღის წესრიგი იმიტომ რომ მათ გააჩნიათ მთელი თავისი თანმიმდევრული ხედვა ამერიკის ტრანსფორმაცია როგორ უნდა მოხდეს და ჩვენ გადაცემაში გულაპარაკია ხო ეს ტექ მილიარდერების ხედვა რა არის გინდა პროექტი 25 გინდა ბზაზას წერილშიც არის ნახსენები იარვინის მთელი დოქტრინა როგორ უნდა
ტრანსფორმირდეს ამერიკა კორპორატიულ მმართველობად და ბანონი იყო ძალიან უკმაყოფილო და მათ შორის ტაკერ კარლსონიც და უკვე რაღაც პატარა სიტყვიერი კინკლაობაც გაიმართა მასა და პრეზიდენტის შორის სოციალური ქსელის გადაძახილით, რომ ხდება ამ საკითხების დაფანტვა და ისეთი თემების დაზო, რომელიც საერთოდ შეიძლება აუგოს სოფლიოში ვითარება, ხო? და პრაქტიკულად იმდენად მოზაიკურია მთელი ეს საკითხები რა, რას გამოიწვევს ირანი არეულობას, სადამდე გადაედება, მეზობელი ქვეყნები ჩაერთვებიან თუ არა, ნავთობის ფასის აწავა. ამასობაში რუსეთს პრაქტიკულად მოერღვა ყოველგვარი რაიმე არამარტო მორალური, არამორალური ვალდებულებას და უკვე შეუძლია ისე ისროლოს რაღაცა დრონი რო პირდაპირ საცხოვრებელ ატომურ გაარტყას. მათ შორის ატომურ ობიექტებზე, რის აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რუსეთი ბოლო პერიოდამდე თავს იკავებდა ატომურ ობიექტებზე უკრაინაში განლაგებულ ატომურ ობიექტებზე თავდასხმისაგან. ამაზე აზრი არ აქვს ამიტომ. არა, მას ხო, ამიტომ შესაბამისად სადგურებზე ხო არ მიაყენო. რომ შევაჯამოთ შენ დღეს აქედან ობიექტები, სადაც რომ დავანებოთ მეჩეთის თემას თავი, რომელიც შესაძლოა, იმიტომ რომ სადღაც გახსენდება ის, იმიტომ რომ ყველა ცდილობს ამღვრეულ წყალში რაღაცით იხეიროს, ყველას აქვს თავისი ფარული დღესასრიგები, აქ საიდუმლო არაფერი არ არის და კაც მარჯის ვინ რომელ ღლავს მოახალთებს, მაგრამ ორი რამ რომ შევაჯამოთ. ყველაზე მეტად იკვეთება კონტური, რომ ტრამპი მონაწილეობდა ამ ირანის ავანტიურაში შეიძლება ითქვას ერთი და ამის წინაპირობა არის ის, რომ არსებობს რაღაც ფარული გარიგება რუსეთსა და ამერიკას შორის, სადაც თუ ამერიკა უკრაინას ვერ დაიყოლიებს იმაზე, რომ მოაწეროს ხელი რაღაცა პირობებით შეთანხმებას, რომელიც ნიშნავს ტერიტორიების დათმობას, ბევრი რაღაც აღიარებას, რაც არაერთხელ გვითქვამს, მაშინ ის უბრალოდ ტოვებს უკრაინას და შესაბამისად რუსეთს უკვე ვერაფერი ვერ აჩერებს. აქ ერთადერთი შემაკავებელი ხდება ევროპა, რომელსაც არ სურს ამ რეალობის მიღება და მთელი ეს დაძაბული ვითარება სწორედ არის ასევე ევროპის წინააღმდეგ მიმართული. მოდით გაძვირებული ნავთობი პირველ რიგში უწყავს ევროპას. ეს წუთით, ესე იგი ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ნიუსი კიდე, მაგრამ უბრალოდ აკი ნიუსები არ მინდა კონსპირაციებს. არა, მაგრამ კიდე ერთი ელემენტი შემოვიტანოთ. შინეთის ერთი წუთით. მე ყველაფერს შევიტანო. უბრალოდ რა კი აქციდან შეთქმულების თეორიას არის უამრავი სხვა შეთქმულების თეორია, რაც ამ კონფლიქტს მათ შორის ირიბად უკავშირდება. ძალიან ბევრი უბრუნდება ახლა ბიბლიას სხვათა შორის. იონე წინასწარმეტყველის აპოკალიფსი და სხვათა შორის არმაგედონი ის უნდა ვთქვათ, ეს გეოგრაფიული ცნება, ეს არის რეგიონი მეგიდო პალესტინის ტერიტორიაზე, სადაც უნდა მოხდეს სწორედ რომ იაჰვეს და სატანის ხო არის კიდევ ერთი თეორია, რომელმაც ძალიან პოპულარული გახდა, სხვათა შორის ეს თეორია მე არ მახსოვს ამ ებრაელი პოლიტიკოსის და კონსპიროლოგის გვარი, რომელიც არის უკრაინაში ცხოვრობს, ეხლა მე მგონი ისრაელში გადასახლდა, არ ვიცი ეხლა კონფლიქტი რო სად იმყოფება. მისი თეორიის თანახმად უახლოვდება ისრაელის განადგურება რაღაც კონფლიქტის შედეგად და ამიტომაც ებრაელებს სჭირდებათ სხვა ტერიტორია. ეს სხვა ტერიტორია არის უკრაინა, მათ შორის გეოგრაფიულად ეს არის ცენტრალური და აღმოსავლეთი ნაწილი, ანუ უმანი, სადაც ხასიდების და დაახლოებით 30000 ებრაელი ახლა ცხოვრობს. ეს არის ოდესა, ეს არის დნეპროპეტროვსკი. მე ვარ ნამყოფი მინორაში, ამ ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპაში მემორიალური ცენტრია ებრაელების თავის დროზე კალამბოისკის მიერ იყო აშენებული. მოკლედ არის ეს თეორია, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ეს ძევიატოვები და ასე შემდეგ რუსი კონსპიროლოგები, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყების მიზეზი იყო ერთ-ერთი ეს, რომ სარეზერვო ქვეყანას ებრაულ ახალ სახელმწიფოს ქმნიან ამ ტერიტორიაზე. ახლა მოდი დაუბრუნდეთ რეალობას და მე მინდა შემოგთავაზოთ ბენიამინ ნათანიაჰუ, CNN-ი, რომელიც არის დემოკრატიული პარტიის რუპორი, ძალიან აქტიურად ეწინააღმდეგება მათ შორის, ესე იგი, აი ამ შესაძლო ავანტურას, რაშიც შეიძლება ტრამპი ჩაებას. აი ნახეთ, გაუშვათ ნეთანიაჰუ და რას ამბობს აქ ნეთანიაჰუ ამბობს რასაც ამბობდა 10 წლების განმავლობაში. წელიწადში ორჯერ ეს ადამიანი ამბობდა, რომ ირანი არის აი ამ ბირთვული არის შექმნასთან, რომ მას აშორებს რამდენიმე კვირა, ან რამდენიმე თვე და ამას აი პერმანენტულად იმეორებს 10-15 წლის განმავლობაში. და ეხლა მინდა რომ ჩართოთ ჟირინოვსკი,
ესე იგი ეს პოლიტიკოსი ყველას აკვირვებს და აუწევს თავისი წინასწარმეტყველებები. აი ეს არის წინასწარმეტყველება ჟირინოვსკის, რომელიც 2013 წელს ერთ-ერთ უნივერსიტეტში აუდიტორიასთან იხილავდა ამ სცენარს და ეს სცენარი პრინციპში ზედმიწევნით ხორციელდება, ვინაიდან თავიდან ამბობს, რომ ისინი დაამყარებენ დაამყარებენ შვიდარაბის ქვეყანაზე კონტროლს, განადგურებენ სირიას, შემდეგ მიადგებიან ირანს, დაიწყებენ ესე იგი იმას რაც დღეს ხდება, ამერიკა ჩაერთვება ამ პროცესში, იქ სხვა სცენარსაც აღწევს ბეროთს აპოკალიფტიკურს, ბირთვული არის გამოყენებაზე, მიგრაციაზე, რომელიც ესე იგი აზერბაიჯანს მიაღწევს ჩრდილოეთ კავკასიას და კავკასიას, რაშიც შეიძლება არ დავეთანხმდით, იმიტომ რომ ბევრად უფრო ვისაღები ესე იგი დერეფანი არის თურქეთის ტერიტორიაზე და მე მგონი ყველა როგორც პაკისტანის მაგალითზე შეიძლება ვთქვა გადაკეტავს ამ საზღვარს, მაგრამ ნუ აქამდე არ უნდა მივიდეს ახლა მოიწმა არქანას. თუმცა ესე იგი აი პრაქტიკულად ზუსტად ასახავს აი ამ დღევანდელ რეალობას მისის წინასწარმეტყველება, რომელიც კიდევ ერთხელ შევახსენებ 2013 წელს არის გამოთქმული და უამრავი სხვა ვიდეო არის, სადაც იგივეს იმეორებს აქცენტირებულად. მასკის პოსტი. ესე იგი მასკმა და გამოაქვეყნა თავის პლატფორმაზე რუკა, სადაც არის ირანის ეს კონტური ქვეყნის და ირგვლივ არის რამდენიმე ათეული ამერიკული ბაზა. და სარკასტული ტროლინგია ხო, წერს უბრალოდ რას რომ ირანს ომი უნდა შეხედეთ, რამდენად ახლოს მოათავსეს თავიანთი ქვეყანა ჩვენ სამხედრო ბაზებთან. ტაკერ კარლსონთან მინდა და ტედ კრუზის ესე იგი დიალოგი რო ასევე ვიხილოთ. მოკლედ აქ რა ხდება? აქ კარლსონი უბრალოდ ეკითხება ტედ კრუზს, რომ რამდენი ცხოვრობს, ხო, ნუ ცნობილია რომ ტედ კრუზი უჭერს მხარს ამას, ამბობს რომ ამათ აქვს ბირთვული, შეიძლება გქონდეთ ბირთვული იარაღი, სანამ ეს არ ჩამოვაგდებენ ნიუ-იორკში, ნუ თუ ჩვენ ესე იგი ამ თანადო შესაბამის ზომებს არ მივიღებთ, კარლსონი ეკითხება, რამდენი ადამიანი ცხოვრობს ირანში? არ ვიციო. და როგორ არ იცი? რა უნდა ვიცოდე? მე მგონი რომ ხარ სენატორი და უნდა იცოდე თუ ქვეყანასთან გაქვს საქმე, ნუ ის ასახელებს 90 მილიონს ვერ ეკითხება ვინ ეთნიკურ ასახელებს საქმეს მაგაში ტაკერი ეუნება 90 მილიონს ის ვერ ასახელებს და რა მნიშვნელობა აქვს 80 მილიონი იქნება 90 მილიონი თუ 100 მილიონი როგორ არა ხომ უნდა იცოდე ვინ ცხოვრობს ვინ არის უმრავლესობა არიან ესე იგი სპარსელები შიიტები და აქ უკვე შემდეგ ტაკერ კარლსონს ისე მიყავს საუბარი, რომ ათქმევინა კრუზს, რომ ჩვენ ერთად ვახორციელებთ ამ შეტევას და ტაკერი ესე იგი გაუგნებული ამბობს კი, მაგრამ აი გუშინ წინ გამოვიდა უსაფრთხოების დარგში ერთ-ერთი თანაშემწე და თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ იღებენ მონაწილეობას ამ სამხედრო ოპერაციაზე, თეთრი სახლი უარყოფს თავის მონაწილეობას და შენ სენატორი აღიარებ იმას, რომ ერთობლივად მოკლედ ესე ძალიან სკანდალური ინტერვიუ იყო, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ ტედ კრუზი სხვათა შორის რუბიოსთან ერთად სწორედ რომ ნეოკონებს მიეკუთვნება და კიდევ ერთი რუკა, სადაც არის ასახული რაზეც ლაპარაკობდა ჟირინოვსკი. ანუ ვიცით ჩვენ რომ დაახლოებით 60% ნავთობისა გაზის ამ რეგიონში აწარმოებს რამდენიმე 7-8 ქვეყანა. ვიცით რომ ძირითადი მომხმარებელი, აი ჯერ კიდევ 2 წლის წინ ერთ-ერთი ძირითადი მომხმარებელი იყო ამერიკის შეერთებული შტატები, თუმცა ამ 2 წელიწადში დრამატულად შეიცვალა 60%-ს იმპორტს ამ ნავთობის იღებს ჩინეთი. ასევე შემცირდა ევროკავშირის წილი, ესე იგი აი ამ იმპორტისა, თუმცა ევროკავშირი კვლავ არის დამოკიდებული, ჩინეთი დრამატულად არის დამოკიდებული ამ ნავთობზე. ამდენად ჟირინოვსკის ეს წინასწარმეტყველება იმასთან დაკავშირებით, რომ თავარი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს ამერიკის და ისრაელს ომს ირანის წინააღმდეგ არის ნავთობი, ანუ ენერგეტიკა, ესეც მართლდება. და ბოლოს მინდა ასევე შემოგთავაზოთ ტულსი გაბარტის ასევე ვიდეო
ესე იგი, ამერიკული რაც შეეხება ამერიკის დაზვერვას და ამერიკული დაზვერვას, ანუ თელამ სადაზვერვო სამსახურებს ხელმძღვანელობს ტულსი გაბარტი და თავის ერთ-ერთ ბრიფინგზე მან შემდეგი განაცხადა. ამერიკულმა საგანგებო სამსახურმა 2025 წლის მარტში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანი არ ქმნის ბირთვულ იარაღს საგანგებო საკითხებთან დაკავშირებული თანამეგობრობა კვლავ თვლის, რომ ირანი არ ახორციელებს ბირთვული იარაღის შექმნას, ხოლო უზენაესი ლიდერი ხამენეიმ არ დაცვა ხელმოწერა ბირთვული იარაღის შექმნის პროგრამის ქვეშ. ასევე ეს ძალიან ოდიოზურ პერსონაჟად გადაიქცა პატივცემული ბატონი რაფაელ გროსი, რომელიც საერთაშორისო ატომურ სააგენტოს ხელმძღვანელობს, სწორედ მისი ორგანიზაციის დასკვნის თანახმად, რომელიც ერთი კვირის წინ გამოქვეყნდა, იქცა ტრიგერად ამ კონფლიქტში ჩათვლის, ანუ ის ამტკიცებდა, რომ სულ 90 დღის განმავლობაში ირანი შექმნიდა დაახლოებით ზუსტ რაოდენობასაც ასახელებდა, მე მგონი 9 თუ 19 ქობინს ამ ბირთვული იარაღისა და აი ესეც გამოიყენა ისრაელმა ამ თავისი თავდასხმისთვის. ამჯერად გუშინ CNN-თან მიცემულ ინტერვიუში რას ამბობს იგივე გროსი. ჩვენ არ გაგვაჩნია არც ერთი მტკიცებულება სისტემატური ძალისხმევისა ბირთვული იარაღის შექმნის მიმართულებით ირანის მხრიდან. აი ეს აღიარება მოახდინა. აი მე მინდა აი ყველა ამ ნიუსიდან გამომდინარე, ყველა ამ სიახლიდან ისევ ესე იგი გამოვთქვათ ჩვენი მოსაზრებები თუ რას წარმოადგენს ეს კონფლიქტი არსებითად. ეს არის ჩინეთის შესუსტება. ეს არის სრული დომინირების დამყარება სუნიტური სახელმწიფოების და ირანის დამორჩილება. რატომ არის ესეთი პასიური უჩვეულოდ რუსეთი და ვრცელდება ინფორმაცია, რომ ასევე ირანელებს აქ თავისი პრეტენზიები და გამოთქვეს პრეტენზიები ოფიციალურად გაცხადება იყო გუშინ მოსკოვში სხვათა შორის ირანის წარმომადგენელმა პირდაპირ მიანიშნა, რომ ისინი არ ივიწყებენ, ესე იგი, მეგობრების არასათანადო საქციელს, თითქოს და ღალატშიც დაზდობრალი. ამასთან ერთად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩინეთი პაკისტანის მეშვეობით ეხმარება ირანს, ალბათ საუბარია ბალისტიკურ რაკეტებზე, სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება, რომ 1500-მდე ბალისტიკური რაკეტა არის დარჩენილი, სხვათა შორის ისრაელის მხარესაც არის დეფიციტი და უკვე 2 კვირაში ამოიწურება. რამდენად ეს არის გეოპოლიტიკური კონფლიქტი და ასევე მეტაფიზიკური შემოვიტანოთ ეს ცივილიზაციური კომპონენტი. ანუ ჯერ არ არის ეს ცივილიზაციური კომპონენტი, მაგრამ თუ ეს კონფლიქტი გაღრმავდა, თუ უფრო ინტენსიური გახდა, მაშინ უკვე ვერც ამას ვერ გამორიცხავ. სანამ მაგაზე გადახვალ, იქ ერთი რაც ჩამოთვალე, ერთი პატარა შეჯამება უნდა გავაკეთოთ. როდესაც ლაპარაკი არის ჟირინოვსკის წინასწარმეტყველებაზე, მოდი უთხრათ მსმენელს, რომ სანამ წინასწარმეტყველება არ არის, ეს არის უბრალოდ ცოდნაზე და ელემენტარულ ანალიზზე დაფუძნებული მისი პროგნოზი. იმიტომ რომ მიუხედავად მისი ოდიოზურობისა, როგორც ხალხს ჟირინოვსკი ახსოვს, ეს იყო ძალიან სერიოზული აღმოსავლეთ ცოდნე. თუ ვიღაცა მის ბიოგრაფიას წაიკითხავს, სერიოზული ნამსახურობით საბჭოთა პერიოდში იყო რამდენიმე ძირითადი მიმართულება საბჭოთა, თქვა, საგარეო დაზვერვის. ერთ-ერთი მდებარეობდა თბილისში, ზაკოში და აქ ის რამდენიმე წელი მსახურობდა, მან არაჩვეულებრივად იცოდა თურქული და მან ისიც კი მოახერხა, რომ საბჭოთა პერიოდში რამდენიმე წელი თურქეთშიც მსახურობდა რა. თურქეთში მაგ იყო დაზვერვის ოფიცერი, გარდა ამისა, რომ გარნიზონში მსახურობდა და იყო კაპიტანის წოდებას აპირებდა, კი ის იყო ტურკოლოგი, ძალიან კარგად ერკვევდა ამ პროცესში, მას გააჩნდა ინტუიცია, არ გეთაქვებებაში, რომ ეს არის წინასწარმეტყველება, უბრალოდ ემპირიკით, ცოდნით, ინტუიციით დამყარებული. ამაზეა ლაპარაკი რომ. მოდი ახლა თავი დავარებოთ ჟირინოვსკის. არა, რაც მინდა რომ შევადაროთ. ეს იყო სერიოზული ცოდნი, მთლიანად აღმოსავლეთ ცოდნეობით, ამის სერიოზული სპეციალისტების ცოდნე და აქედან აყალიბებდა აი ამ თეორიას და ამ ადამიანს ითვლებოდა სრულიად ოდიოზურ ფიგურად და ეხლა ის უნდა შეადაროს სენატორს გაფეტიშებული დასავლეთის ტიპიურ წარმომადგენელს, აი მისი შეშფოთებები და მოწოდებები, რომ აქ პირდაპირ უნდა ჩაიწერო, აი თურქმენეთში როდგან ხო იცი პატარა რეულებით ციგნაკებით და რო იწერენ ხო ლინცი გრემსგულის ხო ლინცი გრემსგულის ხო რომელსაც არ იცის ირანის არც მოსახლეობა და უბრალოდ არც ელემენტარული აი ვინც აქცენე მოკლედ რა აი მოკლედ რომ სენატორების და კონგრესმენების 98%-ს გადაჭინიან გეოგრაფიული კრეტინიზმი, რაც ამერიკელებს ახასიათებს საერთოდ. ხო, ანუ აი ეს შედარება არის ძალიან მნიშვნელოვანი და თვალსაჩინო და ესეც ხაზგასმელი. რა შეიძლება ვის ხელში რჩება მსოფლიო რა. ანუ
თლიანად მონსტრად იყო დახატული ჟირინოვსკი და პირიქით კი ბატონო. ჩვენ ხონა დასავლური ფეტიში. მაგრამ ეხლა რომ გამოწყვეტინე დამავიწყდა თავარი რაღაცი ჟირინოვსკიზე აკეთებდნენ. ჟირინოვსკის და იმის შედარებითი დახასიათება, როგორც ადრე TV-ს გვაწერიდნენ, უბრალოდ კრიტიკას ვერ უძლებს, ხო რა? კი ბატონო. მოვისმინეთ და ვნახეთ და აქ თავარი რამ მიკვეთება, რომ ნებისმიერ რატომ არის რუსეთი პასიური. რუსეთს რა თქმა უნდა პირველ რიგში თავისი ამოცანა. ყველაფერი რაც ხდება ირანში, ეს კიდევ უფრო აძლიერებს რუსეთს. ნავთობის ფასის რყევა აწყობს მას, ყურადღების გადატანა აწყობს მას. რაც თავარია იურიდიულ ნაწილში. თუ კი ძალიან გავრცელდა და გაჩნდა ეს შეხედულება, ჩამოყალიბდა, რომ თუ კი ისრაელს აქვს უფლება, მხოლოდ იმიტომ, რომ არსებობს ეჭვი და ის რომ ირანს მართლა უწერია კონსტიტუციაში, რომ ისრაელის სახელმწიფოს ეწინააღმდეგება, მაგრამ ეს კონსტიტუციაში უწერია უკვე 40 წელია თუ მეტი და დღეს რატო დადგა საჭირო აი ხა ამ კონსტიტუციის გამოყენება ესე ვთქვათ, ხო? და ამის საფუძველზე მან პრაქტიკულად დაიწყო ირანზე შეტევა, ომი გამოუცხადა. ჩვენ ეს გვახსენებს ცნობილი ბელგრადის მოვლენებს, როდესაც პირდაპირ ვთქვათ რაღაც რეჟიმ ჩეინჯისთვის ნატომ დაიწყო ბელგრადის დაბომბვა და მან მაშინ ბევრი რამე შეიცვალა დასავლური რაღაც ინტელექტუალების აღქმაში, სწორედ იმ მომენტში. თუ კი აქვს ირანს ისრაელს ამის უფლება, მაშინ რატო არ ქონდა რუსეთს, რომელიც ასევე სასიცოცხლო საფრთხედ აღიქვავს ნატოს გაფართოებას, ხო? ამიტომ ყველაფერი ამითი ამ ეტაპზე რა თქმა უნდა ხეირობს რუსეთი და რაც შეეხება იმას, რომ რაღაცები იძახიან, რომ აი ნახე ის წავიდა სირიიდან, ეხლა იმას წაართმევენ, მე მესმის ესეთი ცხელი თავების მოსაზრება. ანუ სანამ რუსეთს აქვს ეს ზომა და ის მოხაზულობა და ის გავლენის არეალი, რუსეთი ვერასდროს ვერ გახდება ამოვარდნილი ფაქტორი ახლო აღმოსავლეთის შემთხვევაში. თუმცა ის გეოგრაფიულად იმყოფება ახლოს, მას გააჩნია ძველი დაალაგებული არხები და დასავლეთს კი, დასავლური ჩარევა ყოველთვის მთავრდება ტრაგიკულად, ხო? იქ რჩება უბრალოდ დამხობილი რეჟიმი და ქაოსი, რომელიც მე ბადებს ახალ-ახალ აისისებს, ახალ-ახალ ტერორისტულ ერაყის მაგალითი საბოლოოში თუ უნდა დაალაგდეს, ისე უნდა დაალაგდეს იმდაგვარად, რაშიც რუსეთს ასევე მიუძღვის ხოლმე წვლილი და ყველა ეს ისე სუსტავიდან თემასაც რომ მივობა და დავასრულო ეს ჩემი ჩართვა. საქმე იმაშია, რომ ყველა ეს ნაწილი ჩვენ მიგვითითებს, როგორც ამერიკაში არსებობს ეს იდეა და უკვე სერიოზული მხარდაჭერა, იმიტომ სტივ ბანონი იმ ინტერვიუში ჩამოთვლიდა, რომ აი ჩვენი რამდენი ადამიანი მუშაობს უკვე რაღაც პოზიციებზე, ხო? აი ეს კორპორატიული რევოლუციის პროექტი ამდენადაც ამერიკაში არსებობს. საქმე იმაშია, რომ აი ამ პოსტცივიომისეული ხანის დამთავრება და ლიბერალური დემოკრატიის სრულმა კრიზისმა განაპირობა ახალი ძიება მართლობის რომელი ფორმა არის საუკეთესო. ხო, იმიტომ ჩინეთში ჩვენ ხედავთ რაღაცა ნეო-საბჭოთა კავშირს, რომელსაც კაპიტალიზმის ელემენტები შეიძინა და ამით გახდა პრაქტიკულად ნომერ 1 სახელმწიფო. ხედავს ამერიკა ამ პიროვნების დაკარგვას და ამან განაპირობა ის შიდა ომები დაშლილობა და სხვაგანაც, ხო? იქ ეს რეჟიმი შეიყრა, იქ დიდი ეჭვი არსებობს, რომ ნეთანიაჰუს პირადი მოტივი ბევრი გააჩნია ამ პროექტში, იმიტომ რომ ძალიან დაუგროვდა მას, ესე ვთქვათ, დემოკრატიული სტანდარტებით პასუხგასაცემი კითხვები და ასე შემდეგ. თანდათანობით დიდი ალბათობით რაღაც დეკადაში ყველა მიხვდება, რომ ისო პლატონსო დავეს, ის ხო საუკეთესო მართლობის ფორმა არის მონარქია და სისტემურად ყველაზე მეტად აი ამ გამოწვევებს უძლებს გაგიკვირდება და ისევ ბრიტანეთი, რომელიც ხელიც ურევია ყველაფერი იმაში, რაც ხდება დღეს სოფლიოში. მაგრამ შიდა მართლობით, იმიტომ რომ ის გამოეყო სწორედ ბრექსიტის შედეგად ევროპას, ამიტომ მას ეს ბრიუსელის აღარ ვრცელდება, ესე ვთქვათ, მას აღარ უწევს ამაში კონტრიბუციას. სხვა რაღაცებში შეც უნდა არ ეშლება ხელი. ბრიტანეთის საელჩო დღეს საქართველოში თავისუფლად მოგვიწოდებს, რომ ჩვენ ევროკავშირის გზიდან არ გადავუხვდეთ ქვეყანა, რომელიც გამოვიდა თვითონ ევროკავშირიდან. აი ეს პარადოქსი ცხოვრობს და სხვა შორის დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს ბევრი ილაპარაკა ბრიტანულ მხარეზე, რომელთანაც თუ მეკონია 2019 წელს რაღაც ხელშეკრულება და ჩამოთვალა პუნქტებად რეებს არღვევს დღეს ბრიტანეთის ელჩი ჩვენთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, მსოფლიო შეიძლება მივიდეს აქამდე, რომ თლიანად მართლობის მოდელის რაღაც პრიორიტეტები გადახალისდეს. აუცილებლად გადახალისდება. ზაზა, მოდი, შენ და ამი დავამთავროთ, უბრალოდ შენ რასაც ამბობ, რაგ დარენდორფი, გერმანელი წარმომავლობის სოციოლოგი, რომელიც ინგლისში, ბრიტანელ სოციოლოგიას იცვლება, აი ამ უხილავ უნარს, აი ამ სახელმწიფოს ღრმა სახელმწიფოს არსებობისა ბრიტანეთში პატერნებს ეძახდა უბრალოდ. მოდი, აბა და დავასრულოთ, რაც შეიძლება ოპტიმისტურად. მთელი პრობლემა რაც დღეს არის და საზოგადოებრივ თომას ვლაპარაკობ deep state-ზე, ეს არის ლეგიტიმაციის და დელეგიტიმაციის საკითხი.
საქმე არის ის, რომ deep state-ი შეიძლება არსებობდეს მხოლოდ დემოკრატიაში. ვერც ერთ სხვა მმართველობაში deep state-ი ვერ არსებობს, მონარქია ამას უბრალოდ გამორიცხავს, რადგანაც ყველაფერი არის სუვერენის ნებასა და ღვთის ნებაზე დამოკიდებული. და პროფანირებული თვალსაზრისით არის ამალა და არისტოკრატია, deep state. ხო, მაგრამ ეს არის შემადგენელი ნაწილი თვითონ იერარქიის. სადაც არ არის იერარქია და არის ხალხი, რომელიც არის ყველაზე დიდი გაუგებრობა. იმიტომ რომ როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ღმერთზე, ეს არის რაღაც გარკვეული მეტაფიზიკური დაშვება. როცა ვამბობთ ხალხზე, ეს არის ისეთი მეტაფიზიკური დაშვება, რომელიც თან თითქოს ემპირიულად არსებობს, მაგრამ თან არ არსებობს. ასეთ შემთხვევაში ყოველთვის ჩნდება კულისები და deep state-ი. აქედან გამომდინარე, მთავარი პრობლემა მართლაც დღეს არის არა მარტო ლიბერალური ღირებულებების, არამედ დემოკრატიის, როგორც მმართველობის ფორმის დელეგიტიმაცია, რამაც გამოიყვანა, თუ შეიძლება ასე ითქვას, deep state-ი აქცია ჩვენი საჯარო დისკურსის ნაწილად, რაც არასოდეს არ იყო. ეს დღეს ხდება მხოლოდ და აქედან გამომდინარე, როგორც ვიქტორ ორბანმა არაჩვეულებრივად თქვა, ის რაც ჩვენ კონსპიროლოგია გვექნა, ყველაფერი რეალობა აღმოჩნდაო. აქედან გამომდინარე, მე ესე ვიტყოდი, რომ მონარქიის თემა დგება სწორედ იმიტომ, რომ დემოკრატია განიცდის აი ამ სრულ დელეგიტიმაციას. შესაძლებელია თუ არა მონარქია როგორც ლეგიტიმური ფორმა. ერთადერთ შემთხვევაში, თუ მას ექნება თავისი საკრალური ორეული. საკრალური ორეულის გარეშე დემოკრატია იქნება მხოლოდ კორპორატიული დიქტატურა. ანუ როდესაც ცლად არ არის ოპტიმისტური, მაგრამ საინტერესოა. როგორც იარვენი ამბობს, ტექნოკრატიაზე და კორპორატიულ მონარქიაზე, რეალურად თუ მონარქიის უკან ტექნომონარქიაზე, ხო? თუ მონარქიის ზევით არ არის ან რაღაც საკრალური ძალა, ან ღმერთი, ის არის უბრალოდ დიქტატურა, მეტი არაფერი და რაც პლატონის ენაზე სხვა არაფერი არ არის, თუ არა ტირანია. საკრალური ლეგიტიმაცია ამ ტიპის მონარქიაზე თუ არის თეოკრატია. იქნება ხელოვნური ინტელექტი. თეოკრატია არის მოდით ვამთავრებთ გადაცემას და ბოლო სლაიდი მე ჩაგიგდეთ ორივეს ეს რუკა არის საჰაერო მიმოსვლა და თქვენ ხედავთ რომ ვიწრო დერეფანი არის დარჩენილი, რომელიც გადის საქართველოზე, აქაც ერთ-ერთი კონსპირაცია. ისეთი შთაბეჭდილება იქნება, რომ საიდუმლო მსოფლიო მთავრობა გეგმავს ევროპასა და აზიას შორის ავიაკავშირის შეწყვეტას. ამდენად ამაზეც დავფიქრდეთ მეგობრები, რომ ჩვენ ვართ ეს დერეფანი და იმაზეც უნდა დავფიქრდეთ, რომ როგორც არასდროს უნდა ვიყოთ კონსოლიდირებულები და გაერთიანებულები ამ დიდი საფრთხეების წინაშე. ამდენად ამით გემშვიდობებით პარასკევამდე დიდი სივრცე იქნება პარასკევს და კვლავ შევხვდებით ერთ კვირაში ერთ დღეს ისევ ამ შემადგენლობით. სულ კარგად ბრძანდებოდით, ყველაფერი იქნება კარგად.